თაწმინდის პარკში რამდენიმე წუთში ყოველწლიური ფოტოკონკურსი ქოლგა თბილისი ფოტო ოფიციალურად გაიხსნება. ქოლგა წელს თავისი მასშტაბებით ყველაზე გამორჩეული იქნება. 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა საგამოფენო სივრცე არაერთ საინტერესო ექსპოზიციას დაეთმობა. დამთვალიერებელს დღეს უკვე ჰქონდა საშუალება ცნობილი ამერიკელი ფოტოხელოვანების მარკ ასტინისა და ვინსენტ ჩიანის ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში დაეთვალიერებინათ. თაწმინდის პარკში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი მარიკა შალიკაშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთება. მარიკა, რა ხდება ამ წუთებში? დიახ, ფოტოკონკურსი ქოლგა თბილისი 2013 რამდენიმე წუთში საზეიმოდ გაიხსნება. სტუმრები უკვე ნელ-ნელა იწყებენ შეგროვებას. აქ არის უამრავი ადამიანი, ძალიან საინტერესო და მასშტაბური იქნება წლევანდელი ფოტოკონკურსი. ეს არის რიგით მე-12 ფოტოკონკურსი და დღეს დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახონ ის 450 ფოტო, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ კონკურსის. რიცხვში უკვე მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა. ეს ფოტოები შეირჩა 4500 ფოტოდან, რომელიც ატვირთული იყო ჩვენს ვებგვერდზე. შესაბამისად მოხდა ამ ფოტოებიდან გადარჩევა 450 ფოტოსი. ქოლგა თბილისი 2013 ფარგლებში დღეს დამთვალიერებელს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა თბილისის ისტორიის მუზეუმში ენახა ძალიან სახელგანთქმული ორი ამერიკელი ფოტოხელოვანის ნამუშევრები. ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ამ ღონისძიებაში. მარკ ასტინი და ვინსენტ ჩიანი არიან 80-იანი წლების ძალიან ცნობილი ფოტოხელოვანები და მათი ექსპოზიცია თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს გაიმართა. ამ სერიაზე მუშაობა 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყე. ჩემი შთაგონების წყარო გახდა ჩემი ნათლია ბიძია ჩარლი. სწორედ ეს სახელწოდება შეურჩია ექსპოზიციას. მასში წარმოდგენილია სიღარიბეში გაზრდილი ადამიანის ემოციები და მისი მენტალური პრობლემები. სრიალებთ ბოლომდე ეს არის ფოტოსერია, რომელზეც 9 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. წლების განმავლობაში ბრუკლინის ერთ-ერთ უბანში მცხოვრებ ახალგაზრდა სკეიტბორდისტებს ვაკვირდებოდი. აღვბეჭდე მათი ცხოვრების ეპიზოდები. ფოტოკონკურსი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 8 მაისამდე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ძალიან საინტერესო ექსპოზიციებს დაესწრონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ ვორქშოპებში და ლექციებში და რაც ყველაზე მთავარია 7 მაისს გამოვლინდება გამარჯვებული 4 ნომინაციაში გამარჯვებული ფოტოხელოვანები, რომლებსაც ფულადი პრიზები და სხვა ჯილდოები გადაეცემათ. მადლობა.